ზესტაფონში ტარდება სკრინინგ აქცია, რომელსაც ახორციელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, იმერეთის სამმართველო, ჩვენი ცენტრი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით და მიმდინარეობს ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს ეს ღონისძიება ჯეოხოსპიტალის ამბულატორიული ცენტრის წინ, მამოგრაფია არის ჩამოსული ქუთაისიდან, კლინიკა ხერადან, დანარჩენი ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ, ჩვენი თანამშრომლები ახლაც იქ არიან უბანზე, მე მინდა მიმართო მოქალაქეებს, რომელთაც უნდათ კვლევა ჩაიტარონ, ეს პროგრამა ხორციელდება, ლაბორატორიული კვლევა ფინანსდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ, ამიტომ ვინც დღეს ვერ შეძლებს მოსვლას, მათ შეუძლია ჩვენ ცენტრს მომართონ და მიიღებენ შესაბამის მომსახურებას. დანარჩენი კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის კვლევები შეუძლია ჩაიტარონ ჯეოხოსპიტალის ამბულატორიულ ცენტრში, შემდგომი აქცია დაგეგმილია 30 ივლისისთვის, ამიტომ მიმართავ მოქალაქეებს, კონტაქტი იქონიონ თავის ოჯახის ექიმებთან, იმიტომ რომ წინასწარი ჯავშნები ხორციელდება და კეთდება, გისურვებთ ყველა ჯანმრთელობას და გირჩევთ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, იმიტომ რომ ადრეული დიაგნოსტირება და ადრეული დიაგნოზი არ გახლავთ განაჩენი, იმიტომ რომ ნამდვილად არის განკურნებად უკვე ეს დაავადება და შემდგომი აქციისთვის ველოდებით თქვენს აქტივობას. ქვეყანაში როგორც მიმდინარეობს სკრინინგი დაავადებების ადრეული გამოვლენის მიმართულებით, ეს რამდენიმეჯერ უკვე ჩატარდა ჩვენს მუნიციპალიტეტში საკმაოდ მაღალი აქტიურობით. დღევანდელ დღეს ასევე დაგეგმილია და ტარდება, მიმდინარეობს ახლა სკრინინგი, მამოგრაფიის ბრიგადა არის ჩამოსული და საკმაოდ მაღალი არის აქტიურობა. ესე იგი, ასევე ამასთან ერთად ტარდება სხვა სიმსივნური დაავადებების ადრეული გამოვლენა. ეს არის საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, პროსტატის სკრინინგი, კოლორექტული კიბოს სკრინინგი და ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბრიგადის მიერ ხორციელდება ისეთი ინფექციური დაავადებების გამოკვლევა, როგორიც არის B და C ჰეპატიტები, შიდსი, ასევე არაგადამდები დაავადების შაქრის დონის განსაზღვრა სისხლში, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის გაზომვა. მამოგრაფია ტარდება 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებში, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ტარდება 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებში, კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლამდე ორივე სქესის პირებში. პროსტატის კიბოს სკრინინგი ხორციელდება 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებში. Დღევანდელი პროექტი მოიცავს 5 კომპონენტიან კვლევას: B ჰეპატიტზე, C ჰეპატიტზე, შიდსზე გამოკვლევას, ასევე შაქრის კონტროლის სისხლში და არტერიული ჰიპერტენზიის გამოკვლევას. დღეისათვის საკმაო რაოდენობის მოსახლეობა გამოვიკვლიეთ, მე პირადად გახდით არტერიული ჰიპერტენზიის კვლევაზე. არ ვიცი ემოციური ფონია თუ რა არის, მაგრამ ნაწილი ჩემს მიერ გამოკვლეულებს მომატებული წნევა აქვს, არტერიული ჰიპერტენზია. მიეცათ რეკომენდაცია, რომ ახლო კავშირი იქონიონ თავიანთ ოჯახის ექიმებთან და მიაქციონ წნევის კონტროლს დიდი ყურადღება, იმიტომ რომ ასაკის მატებასთან ერთად ასევე კლიმატის გათვალისწინებით სტრესულ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ასევე ისინი გაეცნენ, როგორი წესი უნდა დაეცვან სახლში წნევის გაზომვის დროს. შემდეგი მსგავსი აქცია იგეგმება სკრინინგული კვლევებისა 30 ივლისს. ასევე იქნება იგივე კვლევები ჩატარდება B, C, შიდსზე, ვირუსებზე გამოკვლევაზე, შაქრის შემცველობაზე და არტერიულ წნევაზე და ასევე იქნება მამოგრაფის მანქანა ჩამოყვანილი და ასევე სკრინინგული კვლევა ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის საშვილოსნოს ყელის სკრინინგისა და სწორი ნაწლავის გამოსაკვლევად.